მოგესალმებით საყვარელო მაყურებლებო, გამომწერბოდა არხის სტუმრებო, ეხლა გავაკეთებ გაშლა, მისი გრძნობები უყურებთ მხოლოდ მის გრძნობებს ვარიანტი გვექნება ორი, პირველი მეორე ვარიანტი ჩაიფიქრეთ და ნახოთ რა ენერგიებში ხართ. მაგ წავიდა ადამიანი ან თქვენ წახვედით, აქ დაცირებულ წილს მოუხდება ეს ვარიანტი, კიდევ რა ენერგიებში ხართ. ამის მიუხედავად რაღაცას აკეთებთ, მოძრაობთ. იმედს არ კარგავთ, თავს გრძნობთ თავდაჯერებულად, ბედიც გწყალობთ. აქ სხვა ბაკლონიკებსაც ვხედავ. შესაძლოა სტაბილური პარტნიორიც გყავდეთ აქ. ვერ ვხედავ რა ხართ ცუდ ენერგიებში. მაგ არიან ვიღაცები, ვინც უკვე შეიძლება ჩაანაცვლა ეს პიროვნება, ანუ უბრალოდ ვიღაცაზე გაინტერესებთ, არ ვიცი, რას გრძნობს, შეიძლება ყოფილია. ნახოთ, მისი გრძნობები. აქ გრძნობები ისედაც არ იყო, რაღაც ძალიან ემოციურად ღატაკად გრძნობდა თავს და ისიც თითქოს მოკვდა რაღაცა კონფლიქტების შემდეგ. უნდა რომ ბზნულად მოეკიდოს სიტუაციას, მაგრამ არც არ აკეთებს სიტუაციის გამოსასწორებლად, ძალიან რთული აქვს თითქოს მისი გადმოხედვით რაღაცის შესაძლოა რომ აქ არის სამკუთხედი და დიდი ალბათობით ბევრთან გათამაშდება რომ სამკუთხედი იყო თქვენი მხრიდან. მისი ბზნობები. უნდა რომ ყველაფერი დაანგრიოს, მაგრამ ძალიან დიდი მიჯაჭვულობა აქვს. თქვენს მიმართ გრძნობები აქვს. კი, ნამდვილად, მაგრამ შეგნებულად გარბის გრძნობებისგან. იმიტომ რომ აქ თქვენ იყავით არჩევანზე და არჩევანი ან ვერ გააკეთეთ, ან გააკეთეთ არა მის სასარგებლოდ. რას აპირებს? უნდა რომ თავის გრძნობები ბოლომდე ჩაკლას. აქ თუ ნამდვილად თქვენ წახვედით, მაშინ მესმის ხო. ესეთი გამოგვიგდა პირველი ვარიანტი, გადავიდეთ მეორეზე. აქ ძალიან აქტიურად გრძნობთ ახლა თავს, ან შეიძლება იყოთ ცეცხლის სტიქია, ძალიან ქარიზმატული, ძალიან ენერგიული, მიმზიდველი, ლამაზი. აქ შესაძლოა ვიღაცა ოჯახი დაგენგრათ. ვიღაცამ სამსახური დაკარგეთ. აქ რაღაცა დანაკარგებია თან ეს თავისით არ მოხდა, თითქოს ვიღაცამ ხელი შეუწყო, რაღაცა მტრები ყავთ აქ. და ეს მტრები გაცილებით ახლობლები არიან თქვენზე, ვიდრე შეიძლება ფიქრობდეთ. თუ ვიღაცამ რაღაცა გაგიფუჭათ და გონიათ მეზობელი ნათელა, შეიძლება ვიღაცა ძალიან ახლო მეგობარი, ან ვიღაცა ისეთი ურევია ამ ამბავში. თუ იცით, თქვენი თავი გააგრძელეთ ყურება. რა გრძნობები აქვს თქვენს მიმართ? აქ გრძნობები არის ნამდვილად. მაგრამ შეიძლება ახლა პაუზაზე იყოთ. ადამიანმა თითქოს დააპაუზა თავისი გრძნობა, მაგრამ ეს არის მანიპულაცია. გრძნობები აქ არის, მისთვის ძალიან ძვირფასი ხართ. რის მიღწევას ცდილობს? უნდა რომ თქვენ რაღაცა ოცნებებზე უარი თქვათ. შეიძლება ეს იყოს თქვენი პირადი ოცნებები, ვიღაცას კარიერა, სამსახური, ჰობი, არ ვიცი, რაღაცა არ მოწონს. ან შეიძლება მასთან დაკავშირებით მეტი ამბიცია გაქვთ და უნდა რომ ამ თქვენ რაღაცა ამბიციებზე უარი თქვათ. გრძნობებიც არის აქ და ნებაც არის, რას აპირებს? აპირებს რომ იჯდეს ეგოისტურად თავის ტახტზე. აქ დიდი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე. ტრანსფორმაციაში ადამიანი აქ. აქ გონია რომ თქვენ შეიძლება მის მიმართ შეიცვალეთ გრძნობები. მოდი ერთი კითხვაც დავსვათ, ვინც დაცილებულები ხართ აქ, რას აპირებს ადამიანი? აპირებს რომ გამოანათოს მზესავით. მოხწეროთ დაგირეკოთ, მაგრამ შეიძლება ისე დროს დაგადგეთ, ან გამოჩნდეს, როცა საერთოდ არ ელოდებით.
აქ ადამიანი არ არის მზად რომ დაგთმოთ, მაგრამ ურთიერთობას უნდა რომ გქონდეს მსუბუქი ხასიათი. ვალდებულებების გარეშე. ძალიან დიდი მადლობა ყველას მისმენყურეთ. პირად კონსულტაციებზე ჩასაწერეთ მომწერეთ აღწერილობაში მითითებულ ნომერზე, ვიბერზე ან WhatsApp-ზე. მადლობა ყველას.